ეს გაერთიანებული სამეფოს ახალი შინაგან საქმეთა მინისტრია. ალბათ რამდენიმე თქვენგანი ფიქრობს, განა რა ევალება შინაგან საქმეთა მინისტრს კონკრეტულად. ის ხელმძღვანელობს ინგლისისა და უელსის შიდა საქმეებს, მათ შორის ეროვნულ უსაფრთხოებას, კონტრტერორისტულ პოლიტიკას, პოლიციას და იმიგრაციას. ასე რომ ახლა დიდ ბრიტანეთს ყავს პაკისტანელი ქალი, რომელიც პოლიციას და იმიგრაციას განაგებს. იცით, ეს აღარ მიკვირს, რამდენიმე დღის წინ ვთქვი კიდეც, რომ გაერთიანებული სამეფო დაეცა. ეს არ არის პირველი პოსტი, რომელზეც მუსლიმები ინიშნებიან. ჯერ იყო ლონდონის მერი, შემდეგ ბირმინგემის მერი, ლიდსის მერი, ბლეკბერნის მერი, შეფილდის, ოქსფორდის, ლუთონის და რაშოუს მერებიც კი. ქვეყანაში ახლა უკვე მრავლად არსებობს ექსკლუზიურად მუსლიმებით დასახლებული უბნები. მუსლიმ ლტოლვილ ქალთა 78% არ მუშაობს. მამაკაცებში კი ეს მაჩვენებელი 63%-ია. 10-დან ყოველი 8 მუსლიმი მიგრანტი საბინაო პოლიტიკით სარგებლობს. და ბოლოს, ვიცი რომ ეს ალბათ დამთხევაა, თუმცა ყველა სკოლა ბრიტანეთში ახლა ვალდებულია ჰალალი გახდეს. ამ ყველაფრის შემდეგ დიახ არ მიკვირს პაკისტანელი მუსლიმი ქალის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშნა. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.